ჯარის ძარცვის საქმის ოქროს მოწმე 2 პროცესის განმავლობაში 3 საათის განმავლობაში პასუხობდა ადვოკატების, ასევე პროკურორის შეკითხვებს. მან ისაუბრა სისხლის სამართლის იმ დანაშაულზე, რაშიც პასუხისგებაში არიან მიცემული თავდაცვის ექს-მინისტრი, მისი მოადგილე და კიდევ 3 პირი. ზურაბ ტუკვაძეა იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომლისგანაც მოხდინა შესყიდვა თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო აპარატურის, რაშიც როგორც გამოძიება ამტკიცებს, გაიფლანგა ჯამში 1,5 მილიონ ლარი. ზურაბ ტუკვაძე დღეს ძირითადად ადვოკატებს ცემდა პასუხებს, ადვოკატებს მისგან აინტერესებდათ, იყო თუ არა ის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩადიოდა, იყო თანამონაწილე სისხლის სამართლის დანაშაულის გააზრებული ქონდა თუ არა მას ეს გარემოება, რადგან ადვოკატებმა მისგან მიიღეს დადებითი პასუხი და სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდათ კითხვები როგორც გამოძიებასთან, ასევე მასთანაც, რატომ არ არის ის დღეს პასუხისგებაში მიცემული, რატომ დატოვა ქვეყანა, ისე რომ მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა პროკურატურამ, თუმცა ამ კითხვაზე ბუნებრივია ადვოკატებმა პასუხი ვერ მიიღეს. თავად ჯუანშერ ბურჭულაძემ დაუსვა შეკითხვა ზურაბ ტუკვაძეს და კითხა აპარატის ღირებულებასთან დაკავშირებით. კითხა იყო თუ არა გონივრული ის თანხა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მის კომპანიას გადაუხადა MRI-ის აპარატის შესყიდვისას. ზურაბ ტუკვაძემ უპასუხა, რომ თანხა იყო გონივრული და იმ თანხაზე ნაკლებ ფასად მას ეს აპარატი არასდროს გაუყიდია. პროკურორი ამტკიცებს, რომ მსგავსი ტიპის აპარატი ბუნებაში არ არსებობს, გარდა ერთისა, ის რაც შეისყიდა თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული კომპანიისგან, ამის გარდა აპარატი გაყიდვაში არ ყოფილა. შესაბამისად, მას ვერ შეაფასებენ, მას შეაფასებენ ექსპერტები, შეაფასეს უკვე ექსპერტებმა, რომლებიც გამოიკითხებიან შემდეგ პროცესზე. ფასი თქოს, რაც თავდაცვის სამინისტროს მიყიდებს. ის აპარატი ამე განსაკუთრებულად ძვირად მიყიდებს თუ ნორმალური ფასი იყო აკადემიკთან შედარებით. მე როგორც იხარი, რაც დამშავე ჩემი კომპანიის კომერციული გუგება, ახალ პროცესებში დაახლოებით, რაც თემის იყო, ჩემი ეზრით ლოგიკური ფასია ჩემთვის. ეხლა ვიღაც შეიძლება შეიძლება არ ლოგიკური ხვდებით. ამ საშუალო გონია რომ ამაზე იყვნენ. გამოძიებით გამოვლინდა, რომ მას აქვს დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და გამოყენებული. ამ დოკუმენტს, ამ ქმედებას არანაირი შეფასება არ მისცემია სამართლებრივი გამოძიების მიერ, რაც კანონით უნდა მიეცა, თუმცა ვიცა ჩვენებამ ტუკვაძემ ამის შემდეგ დამთავრდა. ამიტომ არის ტუკვაძემ თავი დაიხსნა ამ ჩვენებით და უნდა, იმიტომ რომ ტუკვაძე ერთხელ არის გამოკითხული, მეორედ არის, მესამედ არის გამოკითხული, სამივეჯერ განსხვავებული ჩვენებაა, თუმცა იძახის რომ სამივეს ვადასტურებოდა. რანაირად გამოდის ეს ამბავი, მე თვითონ ვერ ხვდები. თავაზება ხომ არ ყოფილა, თქვა ტუკვაძისთვის, რომ ემხილებინა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და სანაცვლოდ მას თქვა არ ვიცი, ეს ასეთი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ვერ გეტყვით, ეს შეიძლება მათ შორის რაიმე უკანონო გარიგება იყო. ამას ვერ გეტყვით, ხა ყოველ შემთხვევაში ეს უცელზე არავის გადაუტანა. თანხასთან მიმართებით ზურაბ ტუკვაძე განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოგება ის დარჩა, რაც სხვა შემთხვევაში ნორმალურად ჩატარებული ტენდერის პირობებში რჩებოდა ხოლმე, მისთვის რა თქმა უნდა გონივრული იყო. უნდა შევაჯამოთ დღევანდელი და წინა პროცესი, როცა დაიკითხა ეს მოწმე, ასე ვთქვათ, ეს გახლეჩილად არ უნდა ვისაუბროთ ინფორმაციების თაობაზე, შესაბამისად შეაფასა, რომ მისთვის როგორც ბიზნესმენისთვის ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება. ტუკვაძე თუ დაინტერესდება, სამომავლოდ მაინც გამოძიება გაუდინარი იქნება, რომ მასთან ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს და თან მან ქვეყანა დატოვა. ქვეყანა დატოვა ძალიან დიდი ხნის წინ, იმიტომ რომ მისი მეუღლე არის ამერიკის მოქალაქე და ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იქ, თუმცა გამოცემულ შემთხვევაში მსგავსი რამ გამოძიების მხრიდან არ იგეგმება, თუ ასე ვთქვათ, რაიმე მოხდა პირველობრივად თქვენ. დღეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლინა, მან გააცნო მოსამართლეს ჯამში რა ტიპის მტკიცებულებები შეაგროვა თავდაცვის ექს-მინისტრის, მისი მოადგილეს და კიდევ 3 პირის წინააღმდეგ გამოძიებამ. შემდეგ პროცესზე უკვე პროკურატურა მოწმეებს მოიყვანს, როგორც დღეს დაანონსდა, მოვლენ ექსპერტები, რომლებმაც შეაფასეს აპარატი და ასევე გამოიკვლევს პროკურორი მტკიცებულებებს დოკუმენტურად. უკვე შემდეგი სასამართლო პროცესი 6 მარტს 15 საათზე ჩაინიშნა.